გამარჯობა. მე ანა ვარ თქვენი იურიდიული კონსულტანტი OLEX სოლიციტორიდან. დღეს მინდა გესაუბროთ თუ როგორ მიმდინარეობს იმიგრაციის ტრიბუნალის სხდომა. ვეცდები ნაბიჯ-ნაბიჯ აღიხსნათ თუ რა გელოდებათ და როგორ უნდა მოემზადოთ ამისთვის. ნაბიჯი პირველი. სასამართლოში მისვლა და შემოწმება. სასამართლოში გამოცხადეთ მინიმუმ 30 წუთით ადრე სხდომის შეწყობინებასა და პირადობის მოწმობასთან ერთად. გაერით უსაფრთხოების შემოწმებას და დარეგისტრირდებით მისაღებში. ეს არის ჩვეულებრივი პროცედურა და ეცადეთ მოიქცეთ მშვიდად და ორგანიზებულად. ნაბიჯი 2. შეხვედრა წარმომადგენელთან. სხდომამდე აუცილებლად გადავხედავთ ბოლო დეტალებს, მტკიცებულებების პაკეტს, სადავო საკითხებს და განახლებებს, რომლებიც შეიძლება დაემატოს ჩვენს წარმოდგენილ პირველ არგუმენტებს. ნაბიჯი 3. ლოდინი და გამოძახება. შეიძლება თქვენ საქმეს მიუსმინონ მაშინვე ან მოგიწიოთ ლოდინი. დაგვიანება ტრიბუნალში საკმაოდ ხშირია, ამიტომ დარჩით ადგილზე და შეინარჩუნეთ სიმშვიდე. ნაბიჯი 4. სასამართლო დარბაზში შესვლა და სასამართლო პროცესს ესწრება უკვე მოსამართლე და ზოგჯერ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელიც. დარბაზში შესვლამდე აუცილებლად გამორთეთ ტელეფონი. პროცესზე მიმართეთ მოსამართლეს ოფიციალურად და თავაზიანად. ნაბიჯი 5. გაცნობა და პროცედურული საკითხები. ამ ეტაპზე დასტურდება თქვენი პირადობა, წარმომადგენლობა, თარჯიმნების საჭიროება და მტკიცებულებების თანამდებობა. თუ არსებობს წინასწარი განცხადებები, ისინი სწორედ ამ ეტაპზე განიხილება. ნაბიჯი 6. მთავარი ჩვენება ამ ეტაპზე თქვენ ადასტურებთ, რომ თქვენი მოწყობის განცხადება წარმოადგენს თქვენს მთავარ მტკიცებულებას. მოსამართლეს შესაძლოა დაგისვამთ რამდენიმე კითხვას და უნდა განმარტოთ. ნაბიჯი 7. ჯვარედინი გამოკითხვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ეცდება, რომ იპოვოს შეუსაბამობები თქვენს ჩვენებასა და დოკუმენტებს შორის. დააზუსტოს სუსტი ადგილები, თარიღები, ფაქტები თუ სხვა რამ და გამოსცადოს თქვენი სანდოობა. ყურადღებით მიუსმინეთ კითხვას ბოლომდე და თუ ვერ გაიგეთ, თხოვეთ განმეორება ან დაზუსტება. უპასუხეთ მხოლოდ დასმულ კითხვაზე, არ დაამატოთ ზედმეტი დეტალები, თუ ამას პირდაპირ არ გეკითხებიან და თუ არ იცით, თქვით, არ იცით. თუ ტერმინის გაზრება გაგიჭირდებათ, თხოვეთ თარჯიმნის დახმარება ან განმარტება. ნაბიჯი 8. განმარტებითი გამოკითხვა. თქვენმა წარმომადგენელმა შესაძლოა დაგიცვათ რამდენიმე შეკითხვა, რათა დააზუსტოს ან გამოესწოროს ის საკითხები, რომლებიც ჯვარედინი გამოკითხვისას წარმოიშვა. ამიტომ იყავით ყურადღებით და ისაუბრეთ ნელა, რაც მთავარია თანამდებობად. ნაბიჯი 9. დასკვნითი სიტყვა. ორივე მხარე აჯამებს საქმის კანონებს, ფაქტებსა და მტკიცებულებებს. ჩვენ მოვინიშნოთ მოსამართლეს ზუსტ გვერდებს, რომლებიც ამყარებს თქვენს პოზიციას. ნაბიჯი 10. გადაწყვეტილება. ზოგიერთ შემთხვევაში გადაწყვეტილება პირდაპირ სხდომაზეც ხარჯდება. ზოგჯერ კი მოგვიანებით ხდება ცნობილი. პოსტით ან ელექტრონული პორტალის მეშვეობით. გაითვალისწინეთ, რომ გასაჩივრების ვადები მკაცრად არის განსაზღვრული. ამიტომ მნიშვნელოვანია დროულად გაეცნოთ წერილობით გადაწყვეტილებას. ამ ყველაფრის გათვალისწინებით დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, თუ რა საკონტროლებთ თქვენ. ეს არის დროულობა, სიზუსტე და გულწრფელობა. და რას ვაკონტროლებთ ჩვენ? მომზადება, სტრუქტურა და თქვენი დაცვა. დასასრულს კი გეტყვით, თუ თქვენი სხდომის თარიღი უკვე ცნობილია, დაიწყეთ მზადება წინასწარ. დალაგებული დოკუმენტები და წინასწარ მომზადებული